ოლიგარქიული რეჟიმის მსახურები და მაღალი თანამდებობის პირები თებერვლიდან უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებთან ვეღარ ისარგებლებენ. თუ ისინი ევროპაში სამსახურეობრივი მიზნებისთვის ან სამოგზაურო წასვლას გადაწყვეტენ, საკონსულოებთან რიგში ჩადგომა და ვიზის მიღება მოუწევთ. პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მხრიდან უკვე მიღებულია. ამჯერად სანქცია იურიდიულად არის გასაფორმებელი. 10 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით ევროკავშირის ელჩებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღსრულებისთვის ტექნიკური დეტალები უნდა შეათანხმონ და შეზღუდვები ფორმალურ დოკუმენტში ასახონ, რაც ევროკავშირის შესაძლებლობას მისცემს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეზღუდვები აამოქმედოს. ქართულ ხალხს არ ართმევენ იმ პრივილეგიას, რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოთ მოგზაურობა და ამ პრივილეგიას ართმევენ რეჟიმის წარმომადგენლებს, ამიტომ მეორე მესიჯი არის რეჟიმისთვის, რომ ეს რეჟიმი არ არის ხელგაშლად მიღებული ევროკავშირში. ამ რეჟიმს არ მიესალმებიან და ხელს არ ართმევენ ისეთივე მეგობრულად, როგორც ამას აკეთებენ ქართველი ხალხის ჩვეულებრივ წარმომადგენლებთან. უვიზო მიმოსვლის საკითხი არ ეხება ხალხს. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში შესვლას ისევ უვიზოდ შეძლებენ. შეზღუდვები მხოლოდ იმ პირებისთვის დაწესდება, ვინც აქამდე პრივილეგიებით სარგებლობდნენ და მოგზაურობისას დიპლომატიურ და სამსახურეობრივ პასპორტებს იყენებდნენ. ვის აქვს ეგრეთ წოდებული ლურჯი პასპორტების ფლობის უფლება, ამას მთავრობის 2015 წელს მიღებული 176 დადგენილება არეგულირებს. დიპლომატიური პასპორტით გადაადგილების უფლება აქვს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. იგივე პასპორტით სარგებლობენ მინისტრები და პარლამენტარები, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები და წევრები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და ამ სამსახურის კიდევ 50-მდე თანამშრომელი, გენერალური პროკურორი, CSKO-ს თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მათ არ ექნებათ სხვა შესაძლებლობა თუ არა ვიზის აღება. ისინი რომ დიპლომატიური სხვა წითელი პასპორტით მიადგნენ, მაგალითად რომელიმე ქვეყნის საზღვარს, მათ იმ წუთში მოძებნიან და ნახავენ, რომ მათ შეზღუდვა აქვს დაწესებული როგორც დიპლომატიური პასპორტის მფლობელს. იქ სიაში კი არ იქნება შეტანა, რომ დიპლომატიური პასპორტით თუ ნახოთ საქართველოსი არ შეუშვათო. არამედ კონკრეტული ადამიანების სია, რომელიც არის გადაცემული, უკვე დაარსებს, რომ ისინი არიან მფლობელები ამ ტიპის პასპორტებისა, მათზე არის დაფიქსირებული. ეს ზუსტად არის იმაზე მინიშნება, რომ ძალიან კარგად ანსხვავებს ერთმანეთისგან ევროკავშირი მთავრობას და საქართველოს ხალხს. და ეს არის ანტისამთავრობო ზომა. ეს არის იმის ნიშანი, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ქართული ოცნების დღეს ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში არ ელიან. ოლიგარქიული რეჟიმის წევრების მიმართ სანქციის ამოქმედებას ევროკავშირის 27 წევრის, ანუ ყველა ქვეყნის თანხმობა არ სჭირდება. გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება. ანუ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას 15 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ოლიგარქს პროპაგანდა აქაც ჩაუვარდა. მას მაშველ რგოლად უნგრეთისა და სლოვაკეთის ლიდერები ორბანი და ფიცო ვეღარ გამოადგებიან. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მიიღება დიპლომატიური პასპორტებისთვის. მადლობა ევროკავშირს, რომ ქართულ ხალხს ჯერ არ ართმევს შანსს უვიზო მიმოსვლის, მაგრამ ეს უნდა იყოს მათ შორის გაფრთხილება ჩვენთვის, რომ მომავალში თუ ამისი აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, ასევე მარტივად არის შესაძლებელი ევროკავშირისთვის, რომ გააუქმოს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან და ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. პირი, რომელსაც გააჩნია დიპლომატიური პასპორტი, მაგრამ შეზღუდული აქვს ამით გადაადგილება, დამატებით წარმოადგენს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების ობიექტს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ქვეყნებს ექნებათ შესაძლებლობა მათ შორის უარი თქვან მათ არ შეშვებაზე. ეს არის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება მთელი ევროკავშირისთვის არის არალეგიტიმური ხელისუფლება. ცივილიზებული ზომები, რითაც ცდილობენ, რომ აიძულონ დღეს არსებული ხელისუფლება, დე-ფაქტო ხელისუფლება შეცვალოს პოლიტიკა, რომელიც მას აქვს და საქართველოს დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. ეს არის მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი საზოგადოების მისწრაფებების. ის რომ ევროკავშირი აქტიურობს და იწყებს კონკრეტული სანქციების აღსრულების პროცესს, ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის დამსახურება, იმ პროტესტის დამსახურება, რომელიც უკვე 40 დღე არის ქვეყნის მთავარ გამზირზე არის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმ ადამიანებს და იმ ინდივიდებს, რომლებიც არ ღვევენ საქართველოში დემოკრატიას და ასევე კლავენ ჩვენს ევროპულ მომავალს, კონკრეტული სანქციები დაუწესდეთ.
დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ბრიუსელში 16 დეკემბერს მიიღეს. მიზეზად კი ოლიგარქიული რეჟიმის ანტიდემოკრატიული ქცევა, დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა დასახელდა. რაც შეეხება სანქციებს, საჭიროა რომ ევროკავშირის ყველა წევრმა დაუჭიროს ამას მხარი, რაც სამწუხაროდ არ ხდება. ამიტომ უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტებისთვის არის ის, რაზეც შეთანხმება მოხდა. ევროკავშირთან ერთად აქტიურობენ და ოლიგარქიული რეჟიმის წევრებს სანქციებს უწესებენ ევროკავშირის წევრი ცალკეული ქვეყნები. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სახელობითი სანქციები უკვე გამოაცხადეს. ოლიგარქის რამდენიმე ათეულ მაღალჩინოსანს, მათ შორის პრემიერს, მინისტრებსა და დეპუტატებს ამ ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ. ახალი წლის ღამეს გერმანიამ სავიზო შეზღუდვები აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს დაუწესა. ოფიციალურმა ბერლინმა არ დააკონკრეტა, ვის ეკრძალება გერმანიაში შესვლა, თუმცა სავარაუდოდ დასანქცირებულების უმეტესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არიან.